Liberty Bank-ისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო მეწარმეობის და ბიზნესის ხელშეწყობა განვითარება და ეს განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენთვის, როდესაც რეგიონებზე ვსაუბრობთ, სადაც განსაკუთრებით ვცდილობთ ჩვენი როლი შევიტანოთ ბიზნესის წინსვლაში. შესაბამისად, ამ პროექტში მონაწილეობით სიამოვნებით დავთანხმდით, უკვე 4 წელი გახდება მალე, რაც მიმდინარეობს ეს პროექტი. ვინაიდან აქ შეგვეძლო არა მხოლოდ ფინანსური რესურსების კუთხით მიგვიღო კონტრიბუცია, არამედ გამოცდილების გაზიარებით, განათლების გაზიარებით, სპეციალური ტრეინინგების კურსი შევიმუშავეთ ჩვენ მონაწილეებისთვის და 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ჩვენგან ეს რჩევები, რეკომენდაციები და ფინანსური ცოდნა ყოველდღიური დაგეგმვისთვის, ინვესტიციისთვის, უსაცხის სასაღებო მომზადებისთვის საჭირო უნარჩვენები და ვფიქრობთ, საკმაოდ საინტერესო და კარგი გამოვიდა ეს ყველაფერი და კარგი თანამშრომლობა შედგა. ჩვენ ვასრულებთ ჩვენ პროექტს, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ იყო დაფინანსებული, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ალბათ ერთ-ერთი უნიკალური პროექტი, განსაკუთრებით COVID პანდემიის შემდეგ, როდესაც ფაქტიურად ყველაფერი გაჩერებული იყო და მით უმეტეს ახალგაზრდებს არ ჰქონდათ არანაირი ხელშეწყობა. ჩვენმა პროექტმა ხელი შეუწყო საქართველოს 4 რეგიონში ახალგაზრდების მეწარმეობის გაძლიერებას, მათ რაც მთავარია შემცირებას მათი მიგრაციის ქალაქისკენ და აგრეთვე ხელი შეეწყო იმ პოტენციალის გამოვლენას, რომელიც რეალურად ჩვენ სასოფლო მუნიციპალიტეტებში არსებობს. Ნიშნულოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ მუშაობდით როგორც სასოფლო, ასევე არასასოფლო სამეურნეო სექტორში და ჩვენი 60 გამარჯვებული წარმოადგენს აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროებს. სპორტის და ტურიზმის და ახალგაზრდობის ფონდისთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების ხარდაჭერა, როგორც სპორტის განვითარების კუთხით, ტურიზმის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სამეწარმეო თვისებების და უმნიშვნელოვანესია, რომ რეგიონებში ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება თავიანთი იდეების რეალიზაციის და უმნიშვნელოვანესია ასევე, რა თქმა უნდა, რომ მათ ირწმუნეს, რომ უცხოელ თუ ქართულ პარტნიორებთანაც შესაძლებელია იყო წარმატებული და მაგალითი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის და ბუნებრივია ჩვენი ახალგაზრდების ხარდაჭერა ქმნის ქვეყნის სტაბილურობის და მდგრადობის და ეკონომიკის განვითარების წინაპირობას და სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა ეს პროექტი.